რომის ეპისკოპოსი, იესო ქრისტეს ნაცვალი, მოციქულთა მთავრის მემკვიდრე, უმაღლესი პონტიფიკი, რომის პრიმასი, სოფლიო ეკლესიის მღვდელმთავარი, რომის პროვინციის მთავარ ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, ვატიკანის სუვერენი და ღვთისმსახურთა მსახური. შეიძლება ზოგიერთი თქვენთაგანი უკვე მიხვდა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ერთი ადამიანია და ჩვენ მას რომის პაპის სახელით ვიცნობთ. გამარჯობა, მე ვარ აჩი და ეს არის რატომ სოიერი. ამ ვიდეოში მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფოზე, ვატიკანზე და მის მმართველებზე, რომის პაპებზე ვისაუბრებთ. ვეცდებით გავიხსენოთ იქ მომხდარი საინტერესო ისტორიები და გავაანალიზოთ მათი გავლენა მსოფლიო ისტორიულ-პოლიტიკურ წესრიგზე. ვატიკანის ბორცვი მდებარეობს ქალაქ რომში, მდინარე ტიბრის დასავლეთ სანაპიროზე. ზუსტად მოპირდაპირე მხარეს აღმართულია ის 7 გორაკი, რომელზეც ანტიკური ქალაქი რომი გაშენდა ძველ წელთაღრიცხვის 753 წელს. დიდი ხნის განმავლობაში ვატიკანის ბორცვი იყო ქალაქის მიყრუებული გარეუბანი, სადაც საზოგადოების ის ნაწილი ცხოვრობდა, რომელიც იმპერიის დედაქალაქის განვითარებულ მოქალაქეებს მაინდა-მაინც გულზე არ ეხატებოდათ. სიტყვა ვატიკანის ზუსტი ეტიმოლოგია უცნობია, თუმცა არსებობს ორი ვერსია. ერთის მხრივ ვატეს ლათინურად ნიშნავს წინასწარმეტყველს, ვატიკანიუმ წინასწარმეტყველებას. გარდა ამისა, ანტიკური რომის ღვთაებრივ პანთეონში იყო ახალშობილების მფარველი ღმერთი ვაგიტანუს, რომელებს სჯეროდათ, რომ ახლად დაბადებულ ბავშვებს ვაგიტანუსი პირს უხსნიდა ტირილის დასაწყებად. ყველაფერი შორეულ პირველ საუკუნეში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ქრისტე ჯვარს აცვეს, მოციქულებმა მისიონერობა დაიწყეს და სხვადასხვა მიზეზზე ქადაგებდნენ ქრისტიანობას. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პეტრე მოციქული გალილეიდან რომში ჩავიდა და იქაური ქრისტიანული სამწყსოს ლიდერი გახდა. პირველ საუკუნეში ქრისტიანობა უმცირესობის რელიგია იყო და რომის იმპერიაში გავრცელებულ წარმართულ რწმენასთან ოპოზიციაში იდგა. თუმცა მიმდევრების რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით ემატებოდა. რომის იმპერია სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდა ქრისტიანებს. შესაბამისად, ქადაგება და მრევლის შეკრება რომის კატაკომბებში იმართებოდა. სწორედ მიწისქვეშეთიდან მართავდნენ თავიანთ მცირერიცხოვან მიმდევრებს რომის ეპისკოპოსები. მათ ჯერ კიდევ არ უწოდებდნენ პაპებს, თუმცა ისინი იყვნენ მთავარი ფიგურები ქრისტიანულ სამყაროში. მიწისქვეშეთში გადასვლა ქრისტიან სასულიერო ლიდერებს დიდად ვერ დაეხმარა. უმეტესი მათგანი რწმენისთვის, რომელი სამხედროების ხელით დაიღუპა, ან ჯვარზე ეცვა. ლეგენდის მიხედვით მოციქული პეტრეც ჯვარზე გააკრეს. ამბობენ, რომ მან თავდაყირა ჯვარცმა მოითხოვა, რადგან იესო ქრისტესთვის თავის გატოლება არ სურდა. სწორედ მოციქული პეტრე ითვლება პირველ პაპად და დღევანდელი ვატიკანის მმართველები თავს მის მონაცვლეებად თვლიან. ლეგენდის მიხედვით ქრისტეს მოციქული სწორედ ვატიკანის ბორცვზე არის დაკრძალული. ზუსტად იმ ადგილას, სადაც წმინდა პეტრეს ტაძარი მდებარეობს. თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. პეტრე მოციქულის მსგავსად მისი შემდგომი რომის პაპები უმეტესობა სიკვდილით დასაჯეს. რომის იმპერიის ხელისუფლება დევნიდა და ებრძოდა მათ. მანამ სანამ ქრისტიანობამ წარმართობაზე არ იმძლავრა და იმპერიაში აღიარებული რელიგია არ გახდა. რეპრესიებმა და დევნამ ახალგაზრდა რელიგიის მიმდევრები ვერ გატეხა. პირიქით, მეოთხე საუკუნისთვის ქრისტიანობა რომის იმპერიაში წამყვანი რელიგია გახდა. 313 წელს იმპერატორი კონსტანტინე დიდი გამოსცემს მილანის ედიქტს, რომლითაც რომის იმპერია აღიარებს ქრისტიანობას. ეს არ ნიშნავდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, თუმცა ეკლესიებს უბრუნებენ წართმეულ ქონებას, სასულიერო ლიდერებს ათავისუფლებენ პატიმრობიდან და იწყება სახელმწიფოს მხარდაჭერა ქრისტიანული სტრუქტურებისადმი. 325 წელს იმპერატორ კონსტანტინეს ინიციატივით და მეთაურობით მოეწყო ნიკეას საეკლესიო კრება, რომელზეც დადგინდა ეკლესიის წესდება და კანონები. ამ პროცესებმა ქრისტიანობის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გავრცელება გამოიწვია. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თავად იმპერატორი კონსტანტინე თავდაპირველად რელიგიას არ იცვლის. იგი დიდი ხნის განმავლობაში წარმართად რჩება და მხოლოდ სასიკვდილო სარეცელზე მოინათლება. 380 წელს იმპერატორი თეოდოსიუსი ქრისტიანობას იმპერიის ოფიციალურ რელიგიად აცხადებს. ხოლო 12 წლის შემდეგ კრძალავს ყველა წარმართულ რიტუალსა და ღვთისმსახურებას. ამის შემდეგ რომის იმპერია ოფიციალურად ქრისტიანულია. ქრისტიანები მოსახლეობის უმრავლესობაში არიან და მათი სამრევლოები იმპერიის მთელს ტერიტორიაზეა განლაგებული, რომელთა სათავეებშიც ეპისკოპოსები დგანან. თუმცა რომიც ერთ-ერთი ასეთი საეპისკოპოსოა. მისი მეთაურიც ერთ-ერთი ასეთი ეპისკოპოსია, რომელიც თანასწორია სხვებს შორის და არანაირად მათი წინამძღოლი ან უმთავრესი. რომის ეპისკოპოსი განიხილებოდა როგორც თანასწორთა შორის ერთ-ერთი, ისევე როგორც პირობითად კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ალექსანდრიის ან იერუსალიმის. ქრისტეს შობიდან 395 წელს იმპერატორმა თეოდოსიუს პირველმა სიკვდილის წინ სამეფო ორ ვაჟს გაუყო. დასავლეთ რომის იმპერია ერგო ჰონორიუს, ხოლო აღმოსავლეთ რომის იმპერია, ეგრეთ წოდებული ბიზანტია არკადიუს. იმ მომენტში იმპერატორი ალბათ ვერც იაზრებდა, რომ ამ გადაწყვეტილებით თავის სამეფოს განადგურებას დაუდო სათავე. შემდეგი წლების განმავლობაში აღმოსავლეთ რომის იმპერია გაძლიერდა. კონსტანტინოპოლში ძლიერი და მდიდარი იმპერატორები მეფობდნენ, გამორჩეული თავიანთი გამჭრიახი პოლიტიკით. აი დასავლეთ რომს კი ჰონორიუსიდან მოყოლებული ერთი მეორეზე სუსტი მმართველები ედგნენ სათავეში.
ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რომის ეპისკოპოსების გავლენა ძალიან გაიზარდა. მათ ისარგებლეს სუსტი ხელისუფლებით და უკვე საერო გადაწყვეტილებებშიც აქტიურად ერეოდნენ. პირველი რომის ეპისკოპოსი, რომელმაც თავის თავს პაპი დაუძახა, იყო სილიციუსი. ეს თითქოს უბრალო ფორმალობად ჩანდა, თუმცა პირველი ნაბიჯი დასავლეთ ევროპული ქრისტიანული სამყაროს ლიდერობისკენ სწორედ მან გადადგა. ოდნავ მოგვიანებით პაპა ინოკენტი პირველმა გამოსცა განკარგულება, რომ ნებისმიერი საეკლესიო გადაწყვეტილება, რომელსაც ეკლესიები მიიღებდნენ, მისი დადასტურების გარეშე ძალაში ვერ შევიდოდა. ცხადია, ეს განკარგულება აღმოსავლეთის საქრისტიანოს, იგივე კონსტანტინოპოლის თუ ანტიოქიის ეპისკოპოსებს, სუბუქად რომ თქვათ, ფეხებზე ეკიდათ. თუმცა დასავლეთ რომის იმპერიაში ყველა საეკლესიო განკარგულება დადასტურებულად იგზავნებოდა რომის პაპთან. მეხუთე საუკუნის შუაში პაპა ლეო პირველმა თავის თავს მიანიჭა ტიტული პონტიფექს მაქსიმუს, ანუ უმაღლესი პონტიფიკი. უცნაურია ის, რომ ეს ტიტული რეალურად წარმართული წარმოშობისაა და უმაღლეს ქურუმს ნიშნავს. ძველ რომში ამ ტიტულს ატარებდნენ რესპუბლიკის უმაღლესი მოხელეები, ხოლო მოგვიანებით თავად იმპერატორებიც კი, მაგალითად იულიუს კეისარი და კეისარ ავგუსტუსი. ამ გადაწყვეტილებით პაპმა ლეო პირველმა ხაზი გაუსვა თავის პრეტენზიებს, როგორც იმპერიის სულიერ, ასევე საერო მემკვიდრეობაზე. გარდა ამისა, ლეო პირველმა მოლაპარაკებები აწარმოა ჰუნების ბელად ატილასთან. 451 წელს ატილა კატალაუნის ბრძოლის შემდეგ რომის ასაუხრებლად დაიძრა. იგი ითხოვდა იმპერატორის დის ცოლად შერთვას და ამით გარკვეული ძალაუფლების მისთვის გადაბარებას. იმპერატორმა მასთან ელჩები გაგზავნა, მათ შორის რომის პაპი ლეო პირველი. ატილამ საბოლოოდ ჯარი უკან გაიხმო და რომს არ შეუტია. ეს წარმატება იმ დროის ისტორიკოსებმა ლეო პირველს მიაწერეს. ლეგენდის მიხედვით, ატილასთან საუბრის დროს ლეო პირველს უკან თეთრად შემოსილი გოლიათი ანგელოზი ედგა, რომელიც מחვილით დაემუქრა ჰუნების ბელადს და მანაც უკან დაიხია. თანამედროვე ისტორიოგრაფები ცხადია ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ჰუნებს შავი ჭირი შეეყარათ, მარაგებიც უთავდებოდათ, ასევე ბიზანტიიდან იმპერატორი მარკიანეც დაიძრა თავისი ჯარით და ჰუნების ბელადმა უკან დახევა აირჩია. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ამ წარმატებამ რომის პაპის ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაზარდა მოსახლეობაში. 476 წელს დასავლეთ რომის იმპერია დაეცა. გოთების მეფე ოდოაკრმა ქალაქი რომი აიღო. ჩამოაგდო ახალგაზრდა იმპერატორი რომულუს ავგუსტუსი და მისი საიმპერატორო კვართი და სკიპტრა აღმოსავლეთ რომის იმპერატორს გაუგზავნა. მან თავად კი თავი იტალიის მეფედ გამოაცხადა. თუმცა არც მისმა სამეფომ გასტანა დიდხანს. სახელმწიფო ინსტიტუტები პრაქტიკულად გაუქმდა. გერმანიკული წარმოშობის ბარბაროსული ტომები განაგებდნენ იტალიის სხვადასხვა ნაწილს. სახელმწიფოს დასუსტების შემდეგ წარმოშობილი ვაკუუმი სასულიერო მმართველობამ შეავსო და გაძლიერდა რომის პაპის ინსტიტუტი. პაპებმა თავის თავზე აიღეს სოციალურ-პოლიტიკური ფუნქციები. ისინი ანაწილებდნენ საკვებს, აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს დამპყრობელ ტომებთან და ინარჩუნებდნენ ინფრასტრუქტურას. მათ შორის იყვნენ გამორჩეული პაპებიც, მაგალითად გრიგოლ პირველი დიდი. იგი მუდმივად ცდილობდა რომის გათავისუფლებას აღმოსავლეთის იმპერიის გავლენებისგან. აგრეთვე დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ლანგობარდების, იგივე ლომბარდების მეფესთან, რომელსაც მუდმივად თვალი ეჭირა დასუსტებული რომის ტერიტორიებზე. გრიგოლ პირველმა უდიდესი როლი ითამაშა ინგლისის გაქრისტიანებაშიც. მან ბრიტანეთის კუნძულზე გაგზავნა მისიონერთა ჯგუფი, რომელმაც შეძლო კენტის სამეფოს გაქრისტიანება და შეიქმნა კენტერბერიის საეპისკოპოსო. ამ მოვლენით ეკლესია გავიდა ბარბაროსულ სამყაროზე და დაიწყო მისი ათვისება სულიერი გზით. აგრეთვე გრიგოლ პირველმა დააწესა მესა სტანდარტული წესი, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო თანამედროვე კათოლიკურ ლიტურგიას. მერვე საუკუნის შუა პერიოდში ქალაქი რომისა და პაპების მთავარი საფრთხე კვლავ ლანგობარდები იყვნენ, რომლებსაც დაპყრობილი ჰქონდათ მთელი ჩრდილოეთ იტალია, ხოლო სამხრეთში ბენევენტოსა და სპოლეტოს საჰერცოგოებს განაგებდნენ. რომი ფაქტობრივად ალყაში იყო მოქცეული. ამ საფრთხის განსანეიტრალებლად 754 წელს პაპმა სტეფანე მეორემ დახმარებისთვის ფრანკთა მეფეს მიმართა. პიპინ მოკლე ორჯერ შეიჭრა იტალიაში და გაილაშქრა ლანგობარდების წინააღმდეგ. დაამარცხა ისინი და რომის პაპს საჩუქრად გადასცა ქალაქ რომისა და მისი შემოგარენის მიწები. ამგვარად დაარსდა პაპის პირველი სახელმწიფოები, იგივე პატრიმონიუმ პეტრი. პიპინ მოკლეს გარდაცვალების შემდეგ ფრანკთა სამეფო ტახტზე მისი ვაჟი, კარლოს დიდი, იგივე შარლემანი ავიდა. მან კიდევ უფრო გააფართოვა რომის პაპის სამფლობელო არეალი და კანონის ძალით დაუმტკიცა მას მიწები. 800 წელს პაპმა ლეო მესამემ კარლოსის საღვთო რომის იმპერატორად აკურთხა და დასავლეთ რომის დაცემიდან 3 საუკუნის შემდეგ დასავლეთ ევროპაშიც გაჩნდა იმპერატორი. ეს აქტი ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი იყო. პაპები იღებდნენ სამხედრო მფარველობასა და ძალაუფლებას, ხოლო კაროლინგები ეკლესიის ლეგიტიმაციას. ამ პერიოდში რომის პაპები სხვა საეპისკოპოსოებს შორის გამორჩეულობის დასამტკიცებლად აპელირებდნენ დოკუმენტზე სახელად კონსტანტინეს წყალობა, იგივე დონატიო კონსტანტინი. დოკუმენტი შეადგინა ჩვენს მიერ ხსენებულმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა და მოგვითხრობს, რომ პაპ სილვესტრ პირველს რომის იმპერატორმა კონსტანტინოპოლში გადაბარგების წინ დაუმტკიცა ქალაქი რომი და დასავლეთ იმპერიის მიწები. სინამდვილეში დოკუმენტი იყო აბსოლუტური სიყალბე. მიჩნეულია, რომ ეს დოკუმენტი სინამდვილეში მერვე საუკუნეში შეიქმნა პაპ სტეფანე მეორეს მიერ, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი.
რომის პაპები ამ დოკუმენტზე აპელირებით ცდილობდნენ თავიანთი პოლიტიკური და სეკულარული პრეტენზიები გაემყარებინათ. ეს დოკუმენტი რომის პაპმა ადრიანე პირველმაც გამოიყენა კარლოს დიდთან მოლაპარაკებების დროს, როდესაც ფრანკთა მეფეს მოუწოდებდა მიებაძა იმპერატორ კონსტანტინესთვის და დახმარებოდა რომის ეკლესიას. მე-15 საუკუნეში იტალიელმა ფილოლოგმა და კათოლიკე მღვდელმა ლორენცო ვალამ დაადასტურა დოკუმენტის სიყალბე. ტექსტში გამოყენებული იყო ისეთი ლექსიკა და ტერმინები, რომლებიც მე-4 საუკუნეში არ არსებობდა. შესაბამისად, იმპერატორი კონსტანტინე მას ფიზიკურად ვერ დაწერდა. კონსტანტინეს წყალობა პაპების ინტერესების პროპაგანდისთვის შექმნილი ყალბი ნაწარმოები იყო. მიუხედავად ამისა, საუკუნეების მანძილზე დოკუმენტის გავლენა უზარმაზარი აღმოჩნდა. სწორედ ამ ტექსტზე დაყრდნობით აცხადებდნენ პაპები პოლიტიკურ და იურიდიულ პრეტენზიებს დასავლეთ ევროპაზე. 843 წელს კარლოს დიდის მიერ შექმნილი ფრანკთა იმპერია სამ ნაწილად გაიყო. ამ მოვლენამ რომის პაპებს საშუალება მისცა ერთდროულად ბევრ ფლანგზე ეწარმოებინათ მოლაპარაკებები და გაეფართოვებინათ დიპლომატიური ურთიერთობები. პაპი თავის მცირე სახელმწიფოს დამოუკიდებლად განაგებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი არმია არ ჰყავდა, პაპის სახელმწიფოზე თავდასხმას შუა საუკუნეებში ვერავინ ვერ ბედავდა. რადგან ებრძოლო პაპს, იგივეა რაც ებრძოლო ქრისტეს. ამის გამო კი ჯოჯოხეთისათვის არავინ გადადებდა თავს. იმ ეპოქის ევროპაში ბევრი მცირე სამეფო იყო. მმართველობის ფორმით პაპის მიწები მათგან დიდად არ განსხვავდებოდა ერთი რამის გარდა. თუ სამეფოებში მემკვიდრეობა დინასტიური ხაზით გადაეცემოდა, პაპებს ირჩევდნენ. წინარე საუკუნეებშიც პაპი არჩევითი იყო, თუმცა მორალური ავტორიტეტის გარდა ამ პოსტს ბევრი არაფერი მოჰყვებოდა. ახლა კი არჩეული მთელი სახელმწიფოს მმართველი ხდებოდა, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი სახელმწიფოსი. თავდაპირველად პაპის არჩევნებში სასულიერო პირების გარდა საერო არისტოკრატიაც იღებდა მონაწილეობას. იყო შემთხვევები, როდესაც იმპერატორებიც კი ჩარეულან, თუმცა ამ ჩარევებს სავალალო შედეგებიც ხშირად მოჰყოლია. 366 წელს პაპი ლიბერიუსი გარდაიცვალა. არჩევნებში ორი ფავორიტი კანდიდატი გამოიკვეთა. ერთის მხრივ დამასიუსი, რომელსაც რომის სენატი, პატრიციები და ელიტა უჭერდა მხარს, ხოლო მეორეს მხრივ ქრისტიანი ხალხის, ანუ პლებეების ფავორიტი ურსინუსი. არჩევნებში დამასიუსმა გაიმარჯვა. აღშფოთებულმა ურსინუსმა კი არჩევნების შედეგები არ მიიღო, თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და თავის მომხრეებთან ერთად ერთ-ერთი ტაძარი დაიკავა. იმის მაგივრად, რომ გამარჯვებულ პაპს მოეწოდებინა ურსინუსისთვის, რომ გონს მოგებულიყო და ეღიარებინა დამარცხება, მან მებრძოლებით დაიქირავა. ტაძარს ალყა შემოარტყა და ნათლად დაანახა ურსინუსს თუ ვინ იყო პაპი. ტაძრის შტურმის დროს 100 მეტი ადამიანი დაიღუპა. საბოლოოდ დაპირისპირებაში იმპერატორი ვალენტინიან პირველი ჩაერია. სისხლისღვრა შეაჩერა, დამასიუსი ლეგიტიმურ პაპად გამოაცხადა, ურსინუსი კი გადაასახლა. რამდენიმე წლის შემდეგ კარდინალთა საბჭომ დამარცხებული ურსინუსი ანტიპაპად შერაცხა. მე-11 საუკუნის შუაში პაპ ნიკოლოზ მეორეს ყელში ამოვიდა არჩევნებთან თანხლები განუკითხაობა, პირდაპირი პოლიტიკური ჩარევები და განახორციელა საარჩევნო რეფორმა. მან დააწესა, რომ ამიერიდან რომის პაპს ირჩევდა მხოლოდ ავტორიტეტული კარდინალთა კოლეგია და სხვა არავინ. თუმცა კონკლავი თავდაპირველად არ იყო ზუსტად ისეთი, როგორიც ახლაა. თავდაპირველად არ იყო მკაცრად განსაზღვრული დრო, თუ რა ვადაში უნდა არჩეულიყო ახალი პაპი. ამ წესის არქონას საინტერესო ისტორიაც მოჰყვა. მე-13 საუკუნეში პაპ კლემენტ მე-4-ის გარდაცვალების შემდეგ 19 კარდინალი შეიკრიბა ქალაქ ვიტერბოში, ახალი პაპის ასარჩევად. პროცესში ორი დაპირისპირებული ფრაქცია გამოიკვეთა, რითაც არჩევნები თითქმის 3 წელი, 1006 დღე გაიწევა. ქალაქის მოსახლეობა იმდენად შეწუხდა კარდინალთა ჭირვეულობით, გადაწყვიტეს ჩარეულიყვნენ, რათა პროცესი დაიჩქარებინათ. თავდაპირველად ქალაქის მოსახლეობამ მდიდრული საკვების მიწოდება შეუწყვიტა კარდინალთა კრებას და ისინი პირდაპირ მნიშვნელობით წყალზე და პურზე დატოვა. როცა ამანაც არ გაჭრა, სასახლის კარები ჩაკეტეს, რათა შენობიდან არავინ გამოსულიყო. როცა ამანაც არ გაჭრა, მოსახლეობამ შენობის ჭერი მოანგრია, რათა კარდინალთა კოლეგია ცუდ ამინდს მაინც შეეწუხებინა. საბოლოოდ ყველა ამ ქმედებამ შედეგი გამოიღო და 1006 დღეს, 1271 წლის 1 სექტემბერს პაპი გრიგოლ მე-10 აირჩიეს. ეს კონკრეტული არჩევნები გახდა თანამედროვე კონკლავის საფუძველი. ჩვენს დროში, როდესაც პაპის არჩევნები მიმდინარეობს, კარდინალებს სიქსტის კაპელას დარბაზში კეტავენ. სწორედ აქედან მომდინარეობს ლათინური დასახელება cum-clav, რაც ქართულად ნიშნავს გასაღებით. როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომის პაპები ყოველთვის რომში არ ცხოვრობდნენ. თავდაპირველად ამას თავისი პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზეზები ჰქონდა. ქალაქ რომს მუდმივად უტევდნენ სხვადასხვა ბარბაროსული ტომები. გარდა ამისა, ჩვენს პირველ ვიდეოში ტამპლიერთა ორდენის შესახებ ვახსენეთ ავინიონის პაპთა ტყვეობა, როდესაც 1305 წელს ფრანგმა მეფე ფილიპე ლამაზმა რომის პაპის ტახტი ავინიონში გადაიტანა. ამის შემდეგ მიყოლებით 7 უმაღლესი პონტიფიკი ეთნიკურად ფრანგი იყო და საფრანგეთის მეფის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. 1378 წელს ავინიონში მყოფი პაპი გრიგოლ მე-11 გარდაიცვალა. რომის საეპისკოპოსთა იტალიელ კარდინალებს უკვე ყელში ჰქონდათ ამოსული პაპების ავინიონში არჩევა და თავად აირჩიეს რომში პაპი ურბან მე-6. ცხადია, ამ საქციელით თავის მხრივ უკმაყოფილო დარჩნენ ფრანგი კარდინალებიც. საპასუხოდ ავინიონში კლემენტ მე-7 დასვეს პაპის ტახტზე. ამის შემდეგ დაიწყო ორმაგი პაპობა, ერთი რომში, მეორე კი ავინიონში.
გარდა ამისა იყო პერიოდი, როდესაც არა ერთი და ორი, არამედ 3 რომის პაპიც კი იყო ერთდროულად კათოლიკური მრევლის ლიდერი. ორმაგი პაპობა დაახლოებით 30 წელი გაგრძელდა. 1409 წელს კი, როდესაც ორი პაპი უკვე არჩეული იყო, ქალაქ პიზაში მესამე პაპი, ალექსანდრე მეხუთე აირჩიეს. 1414 წელს ქალაქ კონსტანცში საეკლესიო კრება მოეწყო. პიზაში არჩეული პაპი გადააყენეს. ავინიონში არჩეული პაპი კი გადაყენებაზე უარის გამო ეკლესიიდან განკვეთეს. იმდროინდელი რომის პაპი კი თავისინებით გადადგა და საეკლესიო კრებამ ახალ რომის პაპად 1417 წელს მარტინ მეხუთე აირჩია. ამით დასავლეთის საქრისტიანოში სამმაგი პაპობა და რელიგიური განხეთქილება ოფიციალურად დასრულდა. მე-14-მე-15 საუკუნეებში კათოლიკური ეკლესიის მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება მკვეთრად გაიზარდა. ხალხს არ მოსწონდა და არც ესმოდა ორმაგი და სამმაგი პაპების ფენომენი, მუდმივი განხეთქილების რეჟიმში ყოფნა. განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა ინდულგენციებით აქტიურად ვაჭრობა. მე-15-მე-16 საუკუნეებში ინდულგენციები რეკორდული რაოდენობით იყიდებოდა, რაც უბრალო მოსახლეობას აღარ იბებდა, ხოლო ისედაც მდიდარი სასულიერო პირები კიდევ უფრო მდიდრდებოდნენ. ამას დაემატა ჯვაროსნული ომების კრახით დასრულება, რამაც პაპების ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შეარყია. გახშირდა კორუფცია კარდინალებს შორის. დიდი პრობლემა იყო ეგრეთ წოდებული სიმონია, ანუ საეკლესიო თანამდებობების ყიდვა-გაყიდვა. ეკლესია გადაიქცა ეკონომიკურ-პოლიტიკურ კონგლომერატად, რომელიც აკონტროლებდა მიწებს და სახელმწიფოებსაც კი. საზოგადოების მეწარმე და ვაჭართა ფენას ეს განსაკუთრებით აწუხებდა, რადგან მათ საეკლესიო გადასახედის გადახდა უწევდათ, რაც საბოლოო ჯამში აფერხებდა განვითარებას. აღორძინების ეპოქამ, საბეჭდი მანქანის შექმნამ და ბიბლიის ინგლისურ ენაზე გადათარგმნამ და ხალხში ფართოდ გავრცელებამ ეკლესიის მიმართ უკმაყოფილება კიდევ უფრო გაამძაფრა. ქალაქის მოსახლეობაში განათლებისა და რაციონალურობის დონის ამაღლებამ გამოიწვია კრიტიკა ეკლესიის ტრადიციული მეთოდების მიმართ. ამ მიზეზების შედეგად ყველაფერი რეფორმაციით დაგვირგვინდა. 1517 წლის 31 ოქტომბერს გერმანელი ბერი მარტინ ლუთერი წერს რეფორმაციის 95 თეზისს და აჭედებს ვიტენბერგის ტაძრის კარზე. ეს იყო კათოლიკური ეკლესიისა და რომის პაპის კრიტიკის შემცველი 95 პუნქტი. 1518 წელს რომში ლუთერის წინააღმდეგ სასამართლო წამოიწყეს. 2 წლის შემდეგ პაპმა ლეო მე-10-მ ლუთერი ერეტიკოსად შერაცხა და ეკლესიიდან განკვეთა. თუმცა მისი შეჩერება მაინც ვერ მოახერხა. მარტინ ლუთერმა საჯაროდ დაწვა რომის პაპის მიერ გამოგზავნილი სიგელი. რეფორმაციამ ბევრი შიდა დაპირისპირება გამოიწვია საღვთო რომის იმპერიაში და საბოლოოდ მაინც იმძლავრა. მის კვალდაკვალ შეიქმნა ახალი კონფესიები: ლუთერანიზმი, კალვინიზმი და ანგლიკანიზმი. მათ ყველას კათოლიკური ეკლესია პროტესტანტიზმის სახელით მოიხსენიებდა. რეფორმაციამ გამოიწვია 30 წლიანი რელიგიური ომი, რომელიც საბოლოოდ 1648 წელს ვესტფალიის ზავით დასრულდა და რელიგიური თავისუფლება მოიპოვეს კათოლიციზმისგან გამოყოფილმა კონფესიებმა. ვესტფალიის ზავის შედეგად კონტინენტურ ევროპაში ფართომასშტაბიან რელიგიურ ომებს ადგილი აღარ ჰქონია. ლუთერანობის მომხრეები დარჩნენ ჩრდილოეთ გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები და ბალტიისპირეთი. ინგლისში დამკვიდრდა ანგლიკანური ეკლესია. რელიგიის თავისუფლების იდეის დაბადებას თან მოჰყვა პოლიტიკური თანასწორობისა და დემოკრატიის იდეების გავრცელებაც. ეკონომიკური თვალსაზრისით რეფორმაციამ ხელი შეუწყო ფეოდალიზმის ჩანაცვლებას კაპიტალიზმით. პროტესტანტულმა სახელმწიფოებმა კეთილდღეობით გაუსწრეს კათოლიკურ სახელმწიფოებს, რადგან ისინი შრომას ხედავდნენ როგორც სულიერ ვალდებულებას, რამაც ხელი შეუწყო სამეფოებში კაპიტალის გაზრდას. მას შემდეგ, რაც 1870 წელს იტალია გაერთიანდა, რევოლუციურმა ჯარებმა პაპის ტერიტორიების ანექსია მოახდინეს. ამის შემდეგ უმაღლესი პონტიფიკები პირდაპირ მნიშვნელობით ტყვეებად იქცნენ. ისინი ვატიკანის ტერიტორიას ვერასდროს ტოვებდნენ. პაპები არ აღიარებდნენ იტალიის სამეფო ხელისუფლებას და უარს ამბობდნენ კორონაციაზე. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაძაბულობა პირველი მსოფლიო ომის ბოლომდე გაგრძელდა. ამ ომის მიმდინარეობისას ვატიკანი მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებდა და დაპირისპირებულ მხარეებს უბრალოდ მშვიდობისკენ და შერიგებისკენ მოუწოდებდა. პარალელურად ვატიკანი აკრიტიკებდა ყველა პოლიტიკურ იდეოლოგიას, რომელიც იმ მომენტში პოპულარობას იხვეჭდა: სოციალიზმს, კომუნიზმს, ლიბერალიზმსა და ნაციონალიზმს. თუმცა 1922 წელს იტალიის მმართველობაში ბენიტო მუსოლინის ხელმძღვანელობით ფაშისტები მოვიდნენ. მუსოლინის პარტია საწყის ეტაპზე ათეიზმს გადაგებდა, თუმცა დუჩემ მალე გაიაზრა, რომ იტალიაში მორწმუნეთა რაოდენობა ჭარბობდა ათეისტებს. მუსოლინიმ პაპ პიუს მე-11-თან დაახლოება დაიწყო და საკმაოდ წარმატებითაც. მან დემონსტრაციულად თავის მეუღლეზე ჯვარიც კი დაიწერა. 1929 წელს გაფორმდა ლატერანის ხელშეკრულება რომის კათოლიკურ ეკლესიასა და იტალიის ფაშისტურ მთავრობას შორის. ამ ხელშეკრულებით შეიქმნა ვატიკანის თეოკრატიული სახელმწიფო. კათოლიციზმი გამოცხადდა ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად, სკოლებში კი დაიწყეს რელიგიის სწავლება. თავის მხრივ პაპმა ფაშისტების საამებლად გაცხარებული ბრძოლა წამოიწყო კომუნიზმის წინააღმდეგ და ყველა კათოლიკეს აუკრძალა კომუნისტურ და სოციალისტურ მოძრაობებში მონაწილეობა. 1929 წელს კარდინალებმა კონკლავზე აირჩიეს პაპი პიუს მე-12. ის დღემდე კონტროვერსიულ ფიგურად რჩება ისტორიაში. არჩევიდან რამდენიმე თვეში ნაცისტური გერმანია პოლონეთში შეიჭრა, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკე იყო. პაპმა პიუს მე-12 ეს მოვლენა კატასტროფად შეაფასა, თუმცა აშკარა დამნაშავის დასახელებისგან თავი შეიკავა.
1942 წელს საშობაო ეპისტოლეში პაპმა ისაუბრა ნაციონალისტური ნიშნით ასობით 1000 ადამიანის სიკვდილზე, წამებაზე, დაგმო ომი, რასიზმი და ადამიანების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. თუმცა კონკრეტიკისგან ამჯერადაც თავი შეიკავა და არც ებრაელი ხალხის ჩაგვრას გაუსვა ხაზი. 1953 წლის ზაფხულში მოკავშირეთა ძალები სიცილიაზე გადმოსხდნენ და იტალიის ჯარები მალევე დაამარცხეს. იმავე წლის სექტემბერში იტალიის მეფემ ბენიტო მუსოლინი თანამდებობიდან გადააყენა. იტალია კი ოფიციალურად გამოეთიშა ომს. მაგრამ ჰიტლერს ასე მარტივად არ სურდა თავისი მოკავშირის გაშვება და 10 სექტემბერს ვერმახტის ძალები უკვე რომში იყვნენ. ვატიკანი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე იყო. თავდაპირველად პაპმა შვეიცარიულ გვარდიას ბრძანება მისცა, რომ იარაღი აეღოთ ხელში და სახელმწიფოს დაცვისთვის მომზადებულიყვნენ. პიუს მე-12-ისთვის ნათელი იყო, რომ ნაცისტურ სამხედრო ძალებს ვატიკანის მცირერიცხოვანი არმია ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. თუმცა ბრძოლის გარეშე დანებებას მაინც არ აპირებდა. მაგრამ ჰიტლერმა გადაწყვიტა, რომ კათოლიკური სამყაროს ლიდერის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება ზედმეტი იყო და მოლაპარაკებას შეუდგა. ვატიკანმა კვლავ ნეიტრალიტეტი აირჩია. თუმცა მოლაპარაკებიდან ცოტა ხანში ნაცისტური ძალები რომში ჰოლოკოსტის მოწყობას შეუდგნენ. შაბათის დღეს გერმანელი სამხედროები ებრაელთა უბნებში შეიჭრნენ და მოსახლეობას სასიკვდილო ბანაკებში გზავნიდნენ. მცირე განმარტება რომ გავაკეთოთ, ბენიტო მუსოლინი არ იყო ანტისემიტი. მისი მმართველობის დროს ებრაელებს არ ეხებოდნენ, მაგრამ რომში ნაცისტების გამოჩენისთანავე დაიწყო პოგრომები და დეპორტაციები. ვატიკანს ამ მოვლენებზეც არ გაუკეთებია ხმამაღალი განცხადება. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ დროს რომში მცხოვრები 6000 ებრაელიდან 5000-მა ნაცისტებისგან თავის დაღწევა მოახერხა. ისინი სახელმწიფო ვატიკანში გაიქცნენ. თუმცა როდესაც ნაცისტების ელჩი რომის პაპს შეხვდა და ებრაელების გადმოცემა მოსთხოვა, პაპმა იგი უარით გაისტუმრა და უთხრა, რომ ამ სახელმწიფოში ადამიანები ეკლესიის მფარველობის ქვეშ არიან. ამ შემთხვევაშიც პაპმა პიუს მე-12-მ მოახერხა ორ სკამზე ჯდომა. ერთის მხრივ მოელაპარაკა ჰიტლერს ნეიტრალიტეტზე, ხოლო მეორეს მხრივ უზრუნველყო იტალიელი ებრაელების დაცვა. ამ მოვლენებიდან მალევე მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და ვატიკანიც გათავისუფლდა ნაცისტური წნეხისგან. ჩვენი მოკლე ფორმატიდან გამომდინარე, ბევრ რამეზე ვერ მოვასწარით საუბარი. ვერ განვიხილეთ დიდი სქიზმა, ჯვაროსნული ომები, ინკვიზიციის ამბავი, რომის პაპების ბედი საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის დროს. აგრეთვე არ გვიხსენებია პაპებს შორის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა იოანე პავლე მეორე. თუმცა გპირდებით ამ თემებზე აუცილებლად შემოგთავაზებთ საომაროდ დამოუკიდებელ ვიდეოებს. თქვენ კი არ დაგაუწდეთ არხის გამოწვევა და ვიდეოს დალაიქება. შემდეგ ეპიზოდში შევხვდებით.